მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მე ვარ ანიჭანია და დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემა იქნება არის თუ არა განათლება მთავარი იარაღი დემოკრატიის დასაცავად. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმრები იქნებიან ანიკო თოდუა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მიკო მიქავა, ქართული ენის ფილოლოგი. პირველ რიგში მადლობას გიხდით ორივეს, რომ გამონახეთ დრო და იღებთ მონაწილეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე პოდკასტში. პირველ რიგში სანამ უშუალოდ თემის განხილვაზე გადავალთ, თქვენთან მაქვს კითხვა, რა კავშირი გაქვთ ამასთან დაკავშირებით, რა საქმიანობთ და განათლებასთან და დემოკრატიასთან რაიმე კავშირი თუ გაქვთ? რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ხოლო რაც შეეხება ნებისმიერი საგნის მასწავლებელი, რომელიც მუშაობს საჯარო თუ კერძო სკოლაში და აქვს მომავალ თაობასთან შეხება, აუცილებლად კავშირში არის ამ თემასთან, არის თუ არა განათლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური იარაღი. მე როგორც ქართულის მასწავლებელი უშუალო კავშირი მაქვს ღირებულებებთან და თუ ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლებას მივაწვდით მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი ბერკეტი, რათა გაიზარდოს შემდეგ დემოკრატიული საზოგადოება და თუ გავამახვილებთ ყურადღებას არა ფაქტებზე, არამედ ანალიტიკის უნარზე და შეფასების უნარზე, ეს თავისთავად აისახება შემდეგ საზოგადოების სიჯანსაღეზე, როდესაც მთავრობები ვერ მოაქცევენ თავიანთი დემაგოგიის ქვეშ და როდესაც მოსწავლეს, მოქალაქეს, უკვე ზრდასრულ ადამიანს შეიძლება საკუთარი პოზიცია გამოხატოს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და შეაფასოს ის საკუთარი თვალსაზრისით. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი დეზინფორმაციაც ვრცელდება და როდესაც მასწავლებელი ახერხებს, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბოს კრიტიკული აზროვნება და შეფასების უნარი, ასეთი მოსწავლე ყოველთვის შეძლებს გადაამოწმოს ესა თუ ის ინფორმაცია, გაფილტროს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არჩევნებზე არ წყვეტს დემოკრატიას, თუ მას გააზრებულად არ აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული და როდესაც გადაწყვეტილებას გააზრებულად იღებს მოქალაქე, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ განათლება ნამდვილად არის ერთ-ერთი ბერკეტი დემოკრატიის დასაცავად. ანიკო თქვენ მოკლედ პირველი კითხვა იყო რას ვსაქმიანობთ და რა კავშირი გვაქვს ამ კონკრეტულ თემასთან. როგორც ვთქვით, მე ვარ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, უკაცრავად პირველ რიგში მივესალმებ თქვენს მაყურებელს და მსმენელს, შემდეგ ჩემს მეგობრებს. მოკლედ მე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ და ბუნებრივია თავისთავად ხვდებით, რომ რამდენად ახლო კავშირი უნდა მქონდეს დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემი პროფესია, ჩემი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ადამიანების მოსწავლეების ჩამოყალიბებას, ნამდვილ მოქალაქეებად, აქტიურ მოქალაქეებად, სამართლიან მოქალაქეებად და სამართლიანი მოქალაქეები შესაბამისად ქმნიან დემოკრატიულ სამყაროს. მიკომ ძალიან ღრმა ანალიზი გააკეთა იმისა, თუ რატომ უნდა ვიყოთ მასწავლებლები დემოკრატიის სადარაჯოზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ფორმირებას ვუწყობთ ხელს, ახალი თაობის ფორმირებას ვუწყობთ ხელს და შესაბამისად ის ღირებულებები უნდა მივაწოდოთ, რაც მიგვაჩნია, რომ არის დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ორივეც ძალიან ამომწურავი პასუხისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ორივე ზუსტად ემსახურებით იმ ღირებულებებს, რომლებსაც უნდა ემსახურებოდეთ დემოკრატიის თვალსაზრისით. სანამ მაინტერესებს ახალ თქვენგან, როგორ ფიქრობთ, საქართველოში არსებული სისტემა პასუხობს თუ არა დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, როგორც უშუალოდ ამ სისტემაში მყოფი მასწავლებლების? ძალიან სიმბოლური კითხვაა იმის ფონზე, რომ ძალიან ისე მალე შეიცვალა ჩვენი განათლების მინისტრი, ამის გამარჯვების თქმაც ვერ მოასწრო და იმდენად ძლიერია ეთყობა ჩვენი განათლების სისტემა, რომ ვერ გაუძლო ამ მინისტრმა და დატოვა პოსტი. რა თქმა უნდა, ძალიან მყიფეა ჩვენი განათლების სისტემა და ვერანაირად ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებიც არსებობს ევროპასა და ზოგადად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია უკვე არის ჩამოყალიბებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომ თვითონ მასწავლებლების უმეტესი ნაწილიც თავის კომპეტენციას ვერ ადასტურებს, ამის ფონზე ვერანაირად ვერ უპასუხებს იმ მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რა მოთხოვნებიც დგას მოსწავლეების წინაშე. გარდა ამისა, გარდა ადამიანური რესურსისა, არანაირი ბაზა, მატერიალური ბაზა არ არსებობს სკოლებში, რომ მოსწავლისთვის საინტერესო იყოს სასწავლო პროცესი და აქტიურად იყოს ჩართული მასში.
ანიკო თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ჩემი პოზიცია დიდად არ განსხვავდება მიკოს პოზიციისგან, თავისთავად ყველა მიცის და თქვენ განსაკუთრებით ჩვენ თანამოაზრები ვართ ამ საკითხში, თუმცა ერთ რაღაცას დავამატებდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროში მოხდეს რეფორმები და გადამზადდნენ მასწავლებლები ამ დემოკრატიული პრინციპების მატარებელ მასწავლებლებად, რამე თუ მათ გონიათ რომ დემოკრატიის სწავლება და რაიმე სახის სამოქალაქო ჩართულობის სწავლება გონიათ რომ პოლიტიკაში ჩართულობისკენ უბიძგებს მოსწავლეებს და ეს არასწორი დამოკიდებულება მგონია ზოგადად რადგანაც ჩვენ მასწავლებლები ვართ ის ადამიანები ვისაც შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ ჩვენი ტრიბუნა იმისათვის რომ დემოკრატიული პრინციპები ვასწავლოთ ახალგაზრდებს და ქვეყანაში დავამკვიდროთ დემოკრატიული პრინციპები. მაიკომ უკვე თქვა რომ ჩვენი განათლების მინისტრი ისე მალე შეიცვალა რომ მართლა არ ვიცით რა სიზამს და რას გააკეთებს. როგორც ქვეყანაში ისე არც განათლების სამინისტროში არის საქმე ისე კარგად როგორც გვინდა იყოს, რადგანაც ვიცით რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს, დემოკრატიულ გზას, რასაც ძალიან განვიცდით აქ მყოფი ადამიანები, მასწავლებლები და ის ადამიანები, ვინც დღე-დღე მოვდგავართ აქციებზე. დიახ. აი როგორც ორივემ აღნიშნეს, ხარვეზებია ამ მიმართულებით და მაინტერესებს თქვენი პოზიცია, საიდან უნდა დაიწყოს ცვლილებები, ეს უნდა იყოს სკოლიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან თუ უშუალოდ პოლიტიკური კულტურიდან? პირველში პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს იმისაც, რომ შეიცვალოს ეს ყველაფერი, შემდეგ უნდა შეიცვალოს აუცილებლად მასწავლებლებისაგან. მათ კარგად უნდა გაითავისონ თავიანთი როლი საზოგადოებაში და აქვე ვიტყვი რომ მასწავლებელი არის არა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც შედის საგაკვეთილო პროცესს ატარებს 45 წუთი და შემდეგ თვის ბოლოს ელოდება ხელფას, არამედ მას უფრო მეტი ფუნქცია აკისრია ამ ქვეყანაში. ამის გათავისება ძალიან მნიშვნელოვანია. და ბუნებრივია როგორც უკვე ვთქვი სახელმწიფოს ნება უნდა არსებობდეს იმისაც რომ ყველაფერი შეიცვალოს უკეთესობისკენ დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ. ნამდვილად ხო, როდესაც თვითონ თავრობა არისავს დემოკრატიულ პრინციპებს, ძალიან რთულია შემდეგ სკოლებს მოსთხოვო და მასწავლებლებს მოსთხოვო დემოკრატიული პრინციპები ასწავლოს მოსწავლეებს და დაიცვას, როდესაც თავადაც არ არიან გარკვეული ამ პრინციპებში და თვითონ არათუ დემოკრატიულ პრინციპებში, არამედ თავიანთი კომპეტენციის ზღვარსაც კი ვერ უახავენ. მე მინდა ერთ რაღაცა დავამატო და ძალიან აქტუალური თემაა, ხოლმე როცა განსაკუთრებით ქუჩაში მდგომ, ასე ვთქვათ, აქციაზე მდგომ მასწავლებლებს განიხილავენ, რომ აი პოლიტიკური ნიშნით ან ქუჩაში და პოლიტიკის ანუ დანარჩენები ანგარიჟებულები არიან და ჩვენ არ ვერთ პოლიტიკაში და ჩვენ აპოლიტიკურები ვართ, ამ დროს სულ მახსენდება ფაქტები ჩვენი უახლოესი წარსულიდან არა მარტო ამ ხელისუფლების, წინა ხელისუფლებისაც მასწავლებლები ყველა არჩევნებში მონაწილეობას იღებენ როგორც აქტორები, ასე ვთქვათ, საარჩევნო გარემოში და მაშინ სამწუხაროდ მათ არ ახსენდებათ რომ პოლიტიკისგან შორს უნდა იყვნენ. ამიტომ ჩემი აზრით, ჩემი ესეთი როგორც ერთჩვეულებრივი მასწავლებლის ან ერთჩვეულებრივი მოქალაქის თუნდაც აზრი და სურვილი იქნება რომ არც ერთ არჩევნებში არც ერთი ხელისუფლების დროს მასწავლებელი არ იყოს გარეული ამ მარაკაში, რადგან მას მე ამ პოლიტიკური ტვირთის აღება არ მოუწიოს. ამიტომ როცა თავისუფლები ვიქნებთ ყველანაირი პარტიული ნიშნით იქნება ეს თუ არაპარტიული ნიშნით მსგავს საარჩევნო გარემოში ჩართულობისგან ვფიქრობ მასწავლებლები უფრო კარგ და ბევრ კარგ საინტერესო საქმეს გააკეთებენ. ნამდვილად გეთანხმებით ამასთან დაკავშირებით. ორივე თქვენგანმა ზამთელი პოდკასტის განმავლობაში ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა, რომ დემოკრატიას იცავს განათლება. ხომ არ ფიქრობთ, რომ დემოკრატია კი არ იცავსთან ერთად არის თვითონ განათლება არის დემოკრატიული პრაქტიკა, რადგან ის იძლევა გამოხატვის, თანასწორობის და დისკუსიის საშუალებას. რა თქმა უნდა, თუმცა მხოლოდ განათლება ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიულ გარემოს. განათლებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო თუ შეგნებაც გქონდეს ადამიანს. თუ განვასზოგადებთ რა არის თვითონ განათლება, თუ ჩავთვლით ჩვენ რომ განათლება არის ფაქტების ცოდნა, მაშინ ფაქტების ცოდნა ვერაფერს ვერ მისცემს დემოკრატიულ გარემოს, რომ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული საზოგადოება. მაგრამ თუ ადამიანს ექნება განვითარებული კრიტიკული აზროვნება და ორიენტირებული იქნება არა იმის სწავლაზე რა, არამედ რატომ ასეთი საზოგადოება უზრუნველყოფს შემდეგ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ხო, ნამდვილად ასეა, განათლების მიღება თავისთავად დემოკრატიაზეა დამყარებული, თუმცა როგორც მიქო ახსენა, მარტო განათლება არ განსაზღვრავს იმას, რომ გარემო იყოს დემოკრატიული. ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს დემოკრატიული, ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანების მიმართ კონდეს დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე და შესაბამისად ის განათლება მერე არის საშენი მასალა, რასაც მერე ამატებს ადამიანი თავის
პიროვნულ მახასიათებლებს. ნამდვილად სწორი. აი, მე მაინტერესებს 21 საუკუნის, ასე ვთქვათ, ტენდენცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი უკვე ციფრულად არის გადასული და ყველა შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ დემოკრატია ციფრულადაც იბრძვის, რამდენად დიდი როლი აქვს მედია წიგნიერებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ციფრულ განათლებას ზოგადად. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს იმის გათვალისწინებით, თუ რა დოზით ვრცელდება დეზინფორმაცია, აუცილებლად მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ მედია წიგნიერება, რათა შეძლონ მათ დეზინფორმაციის გარჩევა, სწორი ინფორმაციისგან გაფილტრვა, გადამოწმება ამ ყველაფრის და შემდეგ დასკვნების გამოტანა. ეს აუცილებელია დღევანდელ პირობებში, როდესაც მართლა სოციალური ქსელები გვევლინება მთავარ პლატფორმად. მე არ მეგულება ახალგაზრდა, ვინც ვთქვათ, შეიძლება ტელევიზორს უყურებდეს, ძირითადი წყარო მათთვის არის სოციალური ქსელები და მედია პლატფორმები. და დავამატებთ იმას, რომ ამ ახალგაზრდებს ეს ახალგაზრდები შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ დადებით კონტექსტში იარაღად, უფროსი თაობისთვის, რათა მათ ასწავლონ, რა არის დეზინფორმაცია, რა არის სწორი ინფორმაცია, ის მედია წიგნიერება ზუსტად. ჩვენ შეგვიძლია ესენი ელჩებად გამოვიყენოთ და რაღაცნაირად მოვახერხოთ ისე, რომ დეზინფორმაციისგან დავიცვათ ჩვენი ის ვიწრო თემი, სადაც იმყოფებიან ეს ბავშვები, ან თუნდაც ჩვენ. ნამდვილად. ახლა უშუალოდ ბოლოსკენ რო გადავიდეთ. მაინტერესებს, რას ეტყოდით ახალგაზრდებს ამ თემასთან დაკავშირებით და რა იქნებოდა თქვენი გზავნილი? ჩემი გზავნილი იქნებოდა აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგანაც მე არ მიმაჩნია სწორად, რომ მოსწავლე არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში. პოლიტიკის ნაწილია ყველაფერი აბსოლუტურად ამ ქვეყანაში, განათლებაც, ჯანდაცვაც, სოციალური თემები, ყველაფერი არის პოლიტიკის თითოეული რგოლი და თუ თითოეული რგოლი არ იქნება ჯანსაღი, მაშინ მთლიანი სურათიც ვერ გვექნება ჯანსაღი და ამ თითოეულ რგოლს თავად უნდა ქმნიდნენ მოსწავლეები მოსწავლეობის ასაკიდან. ტყუილად არ არის სკოლაში თვითმმართველობა, მოსწავლეების თვითმმართველობა და სწორედ იქიდან უნდა იწყებოდეს მათი დემოკრატიული თვითშეგნების ჩამოყალიბება და უნდა გაანალიზონ თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მათგანს. ჩემი გზავნილი იქნება იყვნენ კარგი მოქალაქეები და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება იქნება მათ ხელში. მიკო ძალიან ღრმა ანალიზს აკეთებს და კარგ გზავნილს აგზავნის. ერთადერთი რასაც დავუმატებთ, ეს ქვეყანა არის თქვენი და არავის სხვისი, ამიტომ თქვენ უნდა იბრძოლოთ, თქვენ უნდა იყოთ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა იმ ნიშნულამდე, რა ნიშნულამდეც ჩვენ გვინდა რომ მივიყვანოთ თქვენთან ერთად. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ გზა გავინდათ. ძალიან დიდი მადლობა ორივე თქვენგანს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ძალიან ბევრისთვის თამაგონებელიც კი იქნება. ძალიან სწორად ჩამოაყალიბეთ პირადად ჩემთვის და ყველგან ძალიან ისეთი სწორი აქცენტები გააკეთეთ. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და წარმატებები თქვენ საქმეში. ასე წარმატებები. მადლობა.